დღეს პროექტში აქ არის ღვინო სტუმრა და ნათია გაჩეჩილაძე. სანამ ნათიას შევხვდები და ინტერვიუზე გადავალ, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, ჩართოთ ზარის ღილაკი, მოიწონოთ, დატოვოთ თქვენი კომენტარი. წავედით. რამდენი კითხვები გაქვს მომზადება? ბევრი საკმაოდ, აბა რა გეგონა, ცოტა იქნებოდა. გამარჯობა ნათია, როგორ ხარ? კარგად ყობა, შენ როგორ ხარ? მეც კარგად, ეს ისე გეკითხები რა. პირდაპირ პროექტისთვის, როგორც სტუმარს, თორე უკვე კი ვიცი როგორც ხარ. უკვე დაგღალენ მე მგონი სანამ დავიწყებდით. არა. კითხვები მაქვს მომზადებული, რა თქმა უნდა. კი გაინტერესებდა რომ რაიმე ისეთი ხო არ იქნება და რაიმე ისეთი არ არის, არაფერი არ არის ისეთი. მარტივი და სტანდარტული კითხვებია უმეტესობა. პირველ რიგში გაეცანი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. მე ვარ ნათია, ღვინის კლუბი ნათია გაჩეჩილაძე. ეგრე მე ვარ ნათია გაჩეჩილაძე, მუშაობ ღვინის კლუბში. ეგრე მე წარგადგინე უკვე რომ ნათია გაჩეჩილაძე ღვინის კლუბიდან თქო შესავალში, მაგრამ უფრო ცლად რა შეგიძლია რომ თქვა შენი ახლანდელი როლი რა არის ღვინის კლუბში? ძირითადი როლი ალბათ ხალხთან ურთიერთობა, მეღვინეებთან ურთიერთობა. და ხო, ფესტივალის დაგეგმა, რაზეც წელიწადში 3 ჯერ მუშაობთ, 3 ფესტივალისთვის მუშაობთ, სწორედ პროფესორი იქნება. და ასევე გვაქვს ტრენინგები, ლექციები, გქონდა ხოლმე პროექტები, მაგრამ ამ ეტაპზე შეჩერებულია. ბევრ რამეს მოიცავს, სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ დამჭირდა CV ღვინის კლუბისთვის. და მახომ თხოვა რომ CV დაგჭირდა თუ? ხო, ნუ განახლებული, კი, რაღაც პროექტში და მახომ თხოვა რომ გამიგზავნე ჩემი CV და მაგასაც მუშაობ იქ უნდა გაგიგზავნე შენი CV. კი, პროექტისთვის ვჭირდებოდა ინგლისურ ენაზე, USAID-ის პროექტი იყო, დასავლეთ საქართველოში მეღვინეებისთვის ტრენინგები და ლექციები უნდა ჩაგვეტარებინა თვეში ერთხელ 1 წლის მანძილზე, ეს ციკლივით იყო რა. და მახომ თხოვა რომ ჩემი CV გამეგზავნა და აღმოჩნდა რომ ერთი კამათი ეგ იყო რომ აი შენ რას წარმოადგენ, რას აკეთებ, არ იცი შენ თავს, ხო ეგ ჩემი პრობლემაა. კონკრეტული ასეთი წოდება და პოზიცია არ გაქვს. წირი ინფორმაციები დავწერე ჩემზე და მე აღმოჩნდა რომ მახომ მალხასხარბედიაზე ვსაუბრობ, ჩამისწორა და უცოდ ჩემს რო გადავხედე, ეს მე ვარ? ხო ჩახნარი. რაღაცა კონკრეტული პოზიცია არ გაქვს, როგორც ისე გამოდის. განვითარებს, როგორ არა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ნუ ქონია და რას მაწვალე, მე მითხარი. ღვინის სფეროს ხო, ნუ რაღაცა ეს რეგალიები არ მიყვარს. ხო, არა, რეგალია არა. მგონია რომ ადამიანები ბევრად კონკრეტული პოზიცია არის ამ შემთხვევაში, მაგრამ თავის მხრივ შეიძლება მე უკვე ბევრ რაღაცას მოიცავდეს. ეს ბევრი რაღაცა დაწვრილებით შეგვიძლია ჩავშალოთ. ოკეი. ანუ ესე იგი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხარ ღვინის კლუბში. შენი ახლანდელი კონკრეტული პოზიცია ესე რომ ავიღოთ, მაგრამ ღვინის კლუბი ახლა ისეთი ორგანიზაციაა, რომ ხო ბევრ რაღაცას მოიცავს შენი როლი სინამდვილეში. ნუ მოდი კითხვებს გავყვები ისევ რა, უფრო მარტივი იქნება შენთვისაც და ჩემთვისაც ალბათ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ღვინის კლუბზე მექნება კიდე უფრო მეტი შეკითხვები დასაწყისში. ნუ რაღაცა გარკვეულწილად კითხვი უკვე ღვინის კლუბის შესახებ რა პროექტებსაც მოიცავს და რეებსაც აკეთებს ესე რაღაც ჩამოთვალე. აი უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ პროექტებზე, რა არის ღვინის კლუბის ახლანდელი მიმართულება და რა კონკრეტულ პროექტებს მოიცავს წლის განმავლობაში და საერთოდ რა გეგმა აქვს ამ ღვინის კლუბს. დიახ. ისეთი სერიოზული მისვამდი მაგ კითხვას, რომ ჩემ მეგობარი და ხარ, თან არ მინდა რომ ინტერვიუში გამოჩნდეს და თან. ხო, ღვინის კლუბის ცოტა ძველი ისტორიას ჩავყვები ჯერ. არ მინდა ძველი ისტორია, აი მოდი უყურე. ეხლანდელი აი ღვინის კლუბი, აი მაგალითად წლის განმავლობაში რა პროექტები ქონდა ღვინის კლუბს. ხო, წერან კი მითხარი რომ აი ეს ღვინის სოფელი კიდე რა იყო? მოდი მე დავიწყებ. პროექტები, აი წელს რა პროექტებზე იმუშავეთ. ახლა ჩავხურეთ, ახლა ხანს ჩავხურეთ მესამე ფესტივალი, ცხრიალა ღვინის ფესტივალი.
ესე რომ გავყვე წლის დასაწყისის ციკლს არის პირველი, რაზეც ვიწყებთ მუშაობას, თებერვლის ბოლოდან იწყება ინფორმაციები ახალი ღვინის ფესტივალის შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რითიც გწნობს ალბათ საზოგადოება. გაზაფხულზე, მაისის მეორე შაბათს სტარტდება ფესტივალი, მაგრამ ჩვენ თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ რეგისტრაციებს. მეორე არის ცქრიალა ღვინის ფესტივალი იყო უფრო სწორედ წელს ზაფხულში, იმიტომ რომ რაღაც მიზეზების გამო გადაიდო. შემდგომი იყო მცირე მარნები ახალ ასპარეზზე, ახალი მარნების წამოწევა არის ამ ფესტივალზე მთავარი მიზანი და შემდგომი იყო ისე ცქრიალა ღვინის ფესტივალი ტრადიციულად, რაც ზამთრის პერიოდში ტარდება ხოლმე ბოლო მეოთხედ ჩატარდა უკვე. ანუ ჩვენი მთავარი საქმიანობა არის ეს, აი რასაც ქვია, უფრო მასშტაბურად შეხება მეღვინეებთან. თუმცა ასევე არანაკლებ და შესაძლებელი კიდევ უფრო დიდი საქმე იყოს ჩვენი საიტი, სადაც იწერება ყოველდღიურად მეღვინეობების შესახებ, როგორც ქართული ამბების შესახებ, ასევე უცხო აი მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც იწერება დეკანტებში, კი ვცდილობთ, რომ ითარგმნოს და ღვინის კლუბის საიტზე winoji.com-ზე ეს ინფორმაციები დაიდოს ყოველდღიურად. რო შევაჯამოთ, ესე გამოდის, რომ ძირითადი მიმართულება არის ღვინის ფესტივალები და ასევე საინფორმაციო საგანმანათლებლო მიმართულება ღვინის კლუბის თვითონ. წლევანდელი შეჯამებიდან დაახლოებით ეს ყოველწლიური პრინციპში ეს არის. კი, მე პირადად კი ვიცი ეს ღვინის კლუბის საქმიანობა რაც არის, მაგრამ მინდა რომ სხვებმაც უფრო უკეთესად გაიგონ და მაგითო გისვამ ამ კითხვას. ამის გარდა ვიცი რომ ღვინის კლუბი საკმაოდ საინტერესო ტრეინინგებსაც ატარებს ხოლმე ღვინის მიმართულებით ისევ და წეს თუ გქონდათ რაიმე მსგავსი პროექტი ღვინის ტრეინინგებთან დაკავშირებით. ღვინის კლუბი ნამდვილად რამდენიმე ტრენინგი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ხანმოკლე ტრენინგები. ორ დღიანი არის ძირითადად, რომელიც შეეხება ღვინის დაავადებებს, ვენახის მოვლას, ღვინის დამზადებას ქვევრში, ასევე ღვინის და კერძის შეხამება, ღვინის დაჭაშნიკება. ეს ტრენინგები არის ძირითადი. ჩვენ გქონდა ასევე პროექტები, შემიძლია შევეხო ამას? დაახლოებით 3 წლის მანძილზე დასავლეთ საქართველოს მოიცავდა ეს პროექტები, 5 რეგიონი მოვიცავით, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, სადაც 1 წლის მანძილზე მეღვინეებს, ადგილობრივ მეღვინეებს უტარდებოდათ ტრენინგები. ანუ ყველა თემაზე აბსოლუტურად რაც მეც აი მიწიდან, ვენახის მიწიდან, ბოდლში ჩამოსხმამდე და ეტიკეტამდე ყველა თემას შევეხეთ მეღვინეებთან. ეს რომელ წლებში ჩატარდა? ეს იყო 21-დან 23 წლამდე თუ არ ვცდები შესაძლებელი ავირიო წლებში, მაგრამ ხო. ანუ 3 წელი. 3 წლის მანძილზე, ჯამში 3 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ასევე ჩვენ გქონდა ძალიან დიდი პროექტია ეგ. ძალიან. სხვათა შორის, არ ვიცი, USAID გვეხმარებოდა ამ პროექტში, მინდა უღნიშნო მაინც, იმიტომ რომ ბევრი კარგი საქმეა თქმათ ჩვენ ქვეყანაში გაკეთებული. ასევე ჩვენ გქონდა ღვინის პასპორტის პროექტი, რომელიც არის ახლა მიძინებული. პირველად ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, რომელიც კახეთიდან დაიწყო. რას მოიცავს ეს ღვინის ეს მოიცავდა ცალკე აპლიკაციის შექმნას, სადაც ქართული მეღვინეობები იქნებოდა დატანილი ზეთ ამ საიტზე და იქნებოდა რუკასა უცხოელი, აი პირობითად ფრანგი ტიპი შემოვიდა ამ საიტზე, ნახა რომ აი კახეთში ვიღაცა რო არ დავასახელო ახლა და რეკლამა არ გამომიდეს, რომელიმე აი ნათიას, მაგრამ ნებისმიერი მეღვინეობა. კი, ნებისმიერ მეღვინეობაში ჩავიდეს, იქ იქნება შეთავაზებები, რა შეიძლება შესთავაზონ ასევე ფასდაკლებები და ღვინის პასპორტის ამბავში კიდევ ბევრი თემა იგეგმებოდა, ეხლა უბრალოდ შესაძლებელი უფლება არ მაქვს. მას ეკნებოდა, ანუ ის პასპორტს ყიდულობდა ამას და ჩამოვიდა, მაგალითად პირობითად 5 ჯერ ჩამოვიდა და იქ რაღაცებს აგროვებდა, ქულებს აშენებდა. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც არის გაჩერებული, უბრალოდ მე დამატებით ინფორმაციებს ვერ ვიტყვი ახლა. არ ჩაგიკითხები თუ ეს. ამაზე გვინდა რომ კიდევ გავაცოცხლოთ და უფრო მეტად ვიმუშაოთ ამ პროექტზე. ანუ ჯერჯერობით დაპაუზებული პროექტია. კარგი, მოდი უფრო ღრმად ჩავიდეთ ღვინის კლუბის წარმოშობის შესახებ და როდის, ვინ, რატომ და სად? ანუ როგორ მოხდა ღვინის კლუბის დაარსება, ვინ დაარსა, საერთოდ რატომ გადაწყვეტეს რომ დაეარსებინათ და სად მოხდა ეს? თუ იცი ყველაფერი, თუ არ იცი, შეიძლება მითხრა არ ვიცი. ღვინის კლუბს შევუერთდი 2015 წლიდან. შესაბამისად, ღვინის კლუბი დაარსდა 2009 წელში.
მე მალხას ხარბადიაზე ვისაუბრებ, ვინც დამკვდა ღვინის კლუბს და იაგო ვიტარიშვილზე, რომლებიც იყვნენ თავიდან, და ასევე კიდევ რამდენიმე ადამიანი. ხო, ერთ-ერთი პიროვნება იყო მალხას ხარბადია, რომელმაც შექმნა ღვინის კლუბი, რომელმაც მოიყვანა აქამდე ღვინის კლუბი. და ჩემთვის მისი დამსახურება არის, რომ დღეს ვაგრძელებთ მუშაობას. იმედი მაქვს, არავის ეწყინება და მეეჭობა ეს. მე მგონია, ვინმეს ეწყინას, იმიტომ რომ ხო, რომ არა მალხას ხარბადია ღვინის კლუბი დღეს არ იქნებოდა, არც ღვინის ფესტივალები იქნებოდა და მე ვფიქრობ, რომ მარნების, ამდენი მარნის და წინ წამოწევა და ზოგადად შექმნა არის ღვინის კლუბის თამამად შემიძლია ვთქვა და სხვა ფესტივალებიც ასევე ამაში ყველა დამეთანხმება ღვინის კლუბის დამსახურება. ამას ხმამაღლა მე მგონი ყველანაირი უხერხულობის გარეშე, იმიტომ რომ ღვინის კლუბი არ არის ის ორგანიზაცია, რომ ჩვენ საუბრობდით, გვირჩევნია რომ სხვებმა ისაუბრონ. მაგრამ ხო, ღვინის სფერო რო დღეს რატომ გადაწყდა რომ აი ღვინის კლუბი დაარსებულიყო, შექმნილიყო ღვინის კლუბი, რამ გადააწყვეტინა და ვინ იყვნენ ესენი? მალხას ხარბადია, იაგო ვიტარიშვილი. იაგო იმ პერიოდში იყო კიდე ანა ჭეიშვილი, კიდე გამორჩება ხალხი. ხო, არა უშუალოდ. ხო, იმიტომ ყველას ჩამოთვლე ხომ არ არის აუცილებელი, მაგრამ გამოდენიმე ადამიანი ვინც დაარსეს ესენი ხო, უბრალოდ ესენი იყო ფორუმი, სადაც საუბრობდნენ ხოლმე, იმიტომ რომ არც ერთი არ ყოფილა მეღვინა პროფესიით, როგორც ვიცი, შეიძლება მეშლება და მაგიტომ არ ჩავყვები ამ თემას. და ამ ფორუმიდან გადაწყდა, რომ მოდი შევქმნათ ღვინის კლუბი. ანუ ესე საუბრები მიდიოდა ხოლმე. საუბრები მიდიოდა ფორუმიდან ხო ონლაინ და რაღაც საერთო აზრამდე მივიდნენ და მიხვდნენ რომ რაღაც ესეთი საჭიროებოდა, სადაც უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდება. სხვათა შორის 2010 წელს პირველი ფესტივალი რო ჩაატარეს, თვითონ მოძებნეს მეღვინეები, ანუ რეგიონებში, ხო, ეს არ იყო ბოთლში ჩამოსხმული ღვინო. ანუ ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, მე მგონი თბილ ღვინოს ჰქონდა იმ დროს, მხოლოდ რომელმაც მიიღო მონაწილეობა როგორც მახსოვს და კიდე რამდენიმე იყო GBS-ი და აი ეს მცირე მარნებთან თვითონ დადიოდნენ და ეს ჩამოატანინეს ესე კითხვა-კითხვით, ვიღაცას კარგი ღვინო ჰქონდა და დასავლეთში თუ აღმოსავლეთში, მე მგონი 20 თუ 30-მდე მცირე მარანი და მე მგონი გავიგეთ ამ შეკითხვებზე პასუხი, ანუ როდის ვინ რატომ და სად. ну ზოგადად მაინც უფრო დაწვრილებით ალბათ არის შესაძლებელი ამ ინფორმაციის მოძიება სადღაც. რა თქმა უნდა, კი ჩვენთან საიტზეც შეიძლება რომ წაიკითხოს ადამიანებმა ჩვენი ისტორიის შესახებ. ასევე სხვათა შორის მახოს ჰქონდა აი საქმიანობასთან დაკავშირებით დაუბრუნდები კიდევ რომ არ გამომრჩეს ძალიან კარგი და საუკეთესო წიგნი არის ღვინის გზამკვლევი. რომელიც იმედი მაქვს შენ გაქვს. მე მაქვს. ერთი არაერთი მაქვს. არაერთი გაქვს წლების მანძილზე და ბოლო გამოვიდა 2024-25 წლის, რაზეც მე ამაყივა რომ მახოსთან ერთად ვიმუშავე. ეს იყო მალხას ხარბადიას ხო, ესეც ერთ-ერთი ანუ ესე გამოდის რომ ღვინის კლუბის ერთ-ერთი პროექტი არის. მახოს ხარბადიას პროექტი. უბრალოდ მახოზე ბევრს ვისაუბრებ დღეს, იმიტომ რომ გვერდს ვერაული, მე თუ დღეს აქ ვარ მალხას ხარბადიას დამსახურება და ამიტომაც მიმაჩნია რომ ის უნდა იყოს ჩვენ საუბარში ცოცხალი. ძალიან კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა და მახოსთან ინტერვიუც თავისთავად. ხო. ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ხო და ამიტომაც გავაცოცხლოთ ჩვენთან ერთად. ხო, ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რატომაც აუღნიშნე არის ღვინის გზამკვლევი, სადაც შეტანილი არის საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორია, ღვინის შესახებ ყველა ისტორია. ასევე არის ღვინის დეგუსტაცია, მე ვასწავლე თუ არ მახსოვს უბრალოდ მოკლედ რამდენი შევიდა ამ წიგნში. და აი საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიები, რაც ღვინის შესახებ შეიძლება შევიდეს ამ წიგნში არის სასაჯო ინგლისურ ენაზე არის გამოცემული ეს წიგნი, ასევე რუკა მოყვება საქართველოს ღვინის რუკა და რაც თავარია კიდევ 600-მდე მცირე მარანი და დიდი კომპანია არის შესული ამ წიგნში თავისი ინფორმაციებით, ანუ საქმიანი კუთხითაც მნიშვნელოვანი წიგნი არის. ძალიან კარგი. წეგან კი ახსენე შენ და ღვინის კლუბის ურთიერთობის დაწყების წელი, მაგრამ აი უფრო კონკრეტულად წელი გასაგებია. ესეც რომ მიპასუხო და თან როგორ მოხდა ეს? თუ გახსოვთ ხო, ან ხო აი რანაირად მოხდი საერთოდ ღვინის კლუბში და როგორ აღმოაჩინე საერთოდ ღვინის კლუბი? ძალიან უცნაურად. მე ჩემი პროფესია არ არის მეღვინეობა, მე საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე და ამ ჩემ პროფესიაში ვამუშავებდი თემას ვაზი და თავდაცვა. ოღონდ ჩემი მიმართულება იყო თავდაცვა. მე მინდოდა რომ თავდაცვის თემას გავყოლოდი, იმიტომ რომ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს და არ მეტყობოდეს, ეს ხიბლავდა.
და ხო, თემას ვამუშავებდი ვაზდა თავდაცვა ერთ-ერთ ლექტორთან და ლექტორმა მითხრა, რომ ძალიან მოგწონსო ღვინის თემები, ეს ერთ სემესტრიანი თემა იყო, ბოლოს რო წარვადგინე. ძალიან მოგეწონება და იქ რამე აღმოაჩინა ღვინის თემატიკასთან დაკავშირებით და მე მეორე კურსზე ვიყავი, მეორე კურსს ვასრულებ. და ასე საღამოს მივედი სახში, დავგუგლე, Google-ში შევწერ ღვინის თემასთან დაკავშირებით ყველაფერი ამომიდგა ძირითადად ეს აი ჩვენ ბავშვობაში რო ხობებზე წერა რომ ყიდი ღვინოს და რაღაც ეგეთი თემებიც იყო Google-ში განცხადებები რომ ყიდი ღვინოს ერთ-ერთი იყო ღვინის კლუბი რომ შევედი მაშინ კონდეთ წლებია და სხვათა შორის აღდგენა გვინდა აი შენც დადიოდი ხოლმე სამშაბათი დღე იყო ყოველ სამშაბათს მიდიოდნენ, იკრიბებოდნენ ეს მეღვინეები, მაშინ იყო ძალიან ცოტანი, ერთი წრე იყო რაღაცნაირად და ღვინის თემაზე საუბრობდნენ. სხვადასხვა თემებზე მიდიოდა ღვინის გარშემო საუბრობდნენ. ძალიან კარგი იყო. და ნახე რომ ტარდებოდა და ღვინის კურსს მიწერა რომ მინდა და დასწრება და რა თქმა უნდა მითხრეს რომ შეგიძლია დაესწრო თავისუფალია დასწრება და ესე მივედი გავიცანი ეს იყო 2015. ეს იყო 2015 წელი. და იმდენად ცოტა ადამიანი იყო ჩემი თანატოლი და ახალგაზრდა და მით უმეტეს გოგო მივიცე ყურადღება. მე ცოტა ადრე შევერთდი ღვინის კლუბს და ხო გაგეცნობები არავინ არ იყო ნამდვილოსნები კი იყვნენ მაგრამ ღვინეობაშიც ძალიან ცოტა მაგ პერიოდში და შენი თანატოლი მე არავინ არ მახსენდა ამ პერიოდში. აი იყო ჩემი ანუ ესე ხშირად როგორც ხო იყავი ხოლმე ხარა. კი და ხო, ნუ ესე დაიწყო, მე გავიცანი, იმ წელს მთხოვეს, რომ რაღაცნაირად ხო არ გინდა დაგვეხმარო ახალი ღვინის ფესტივალი დედაენის პარკში იყო და ხომ არ ცალია რომ ერთ პარკში მაშინ გადმოინაცვლა იქიდან იმიდან მუზეუმიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმიდან გადმოინაცვლა პირველად ხო ძალიან გაიზარდა ფესტივალი ღვინის ფესტივალი და ვეღარ ეტეოდნენ მან და გამოვიდნენ დედაენის პარკში და ერთხელ და შემდეგ უკვე ავედით 2016 მთაწმინდაზე ჩატარდა და იმის მერე მთაწმინდაზე გრძელდება ფესტივალი. ძალიან კარგი. ნუ საკმაოდ უცნაური შეხვედრა გქონია ღვინის კლუბთან და საკმაოდ უცნაურად დაიწყო შენი საქმიანობა და ეს საქმიანობა ის შემდგომში ხო გაგრძელდა, რა თქმა უნდა, რაღაც შედარებით სუბუქად, მაგრამ რაღაცა დაბრკოლებები თავის მხრივ ალბათ გექნებოდა, იმიტომ რომ სხვა მიმართულებით სწავლობდი თუ საქმიანობდი მაგ პერიოდში და გადმოინაცვლე საერთოდ სხვა მიმართულებით და რამ შეგიწყო ხელი და რანაირად გააგრძელე აქეთ სულა. იცი რა არის მე მალევე არ გამიცნია მანხასხარბეთი. რაღაც პერიოდი გავიდა და რამდენიმე თვე მე ერთ-ერთ ტრენინგზე მოვიდა მანხაც. ირენი ასევე მანხას მეუღლე და იმდენად შეკრული წრე იყო და იმდენად დიდი სიყვარული იყო ის მეღვინეები და ის ხალხი ვინც დადიოდნენ ხოლმე მაშინ ბიბლიოთეკაში ტარდებოდა ხოლმე დღემდე სულ საუბრები არის რომ აი დავაბრუნოთ ის ურთიერთობები. რაღაცნაირად ალბათ ყველა სფეროში არის რომ რაღაც ურთიერთობები რაღაც საწყისზე იყო საერთოდ სხვა ზენიტში მე ბევრი ხალხი შემოგვიერთდა და ის სიტუაციები აღარ იყო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამაგეთ სხვათა შორის ღვინის კლუბში ისე გადმოვერთე და ამ მიმართულებით მე სხვადასხვა სკოლა და ჩვენც გქონდა ტრენინგები მაშინაც იყო და დავდიოდი სწავლობდი ლიტერატურას ვეცნობოდი რომ მე მგონი ჩემ პროფესიაში შემიშალა ხელი. ალბათ არ უნდა. იქით ვეღარ გააგრძელე და აღარ გავაგრძელე. ნუ ვეღარ თუ აღარ გააგრძელე. ეს უკვე და ხო ფაქტია რომ იქ 4 წელი ვისწავლე, დავამთავრე რა თქმა უნდა ჩემი პროფესია, მაგრამ აქ 10 წელია ვარ. ანუ ყველანაირი ალბათ განათლებაც მეტი შეიძლება მქონდეს აქეთ. თამამად შემიძლია მაშინ კითხოს, რომ როგორია ახლა ეს გზნობა, რა გამოცდილებაც გაქვს ეს 10 წლიანი გამოცდილება როგორია შენთვის და აი რას განიცდი აქედან თავისუფლებას იმას აკეთებ რაც გინდა არის ხო კი რა მაგიტომაც დავრჩი ანუ რაღაცა კარგ დროს აღმოაჩინე ესე იგი ესე გამოდის რომ შენი ინტერესი ალბათ აღმოჩნდა რომ სხვა რამე ყოფილა და ამიტომაც წამოხვედი აქეთ და განცდა ალბათ უფრო უკეთესია არ ვიცი ახლა მაგასაც კითხავ მაშინ რომ აი რომ არა ღვინის კლუბი და რო არა ღვინის მიმართულება სად იქნებოდა ჩემი აზრით? აუცილებლად სასაზღვრო პოლიციაში. აუცილებლად ან თავდაცვაში თქვა ხა ცოტა ესეთი დეიდა ჩემი იყო.
მაიორი თუ სწორად ან რაც შენი მაგალითი იყო შენთვის იყო მისაბაძი მაგალითი და ჩემის გზას მივყვებოდი ესე გამოდია და იმიტომ ბავშვობიდან ჩემი დიდი დრო ზაფხულობით მასთან იყო და მე სასაზღვრო ობიექტებზე დავდიოდით მაშინ და უფრო ბუღალტერი იყო იქ და ის კახეთში და დავყავდი ხოლმე საზღვრებზე და ეს იმდენად ახალმაფრთოვანებდა სკოლის ასაკში რომ ნუ მე ზუსტად ვიცოდი რომ მეც და ჩემის გზას უნდა გავყოლოდი მაგრამ რაღაცნაირად შეიცვალა იცი აი ხო აშკარად რადიკალური ცვლილება არის რომ საზღვარზე იქნებოდი ახლა ესე გამო სადმე საზღვარზე თუმცა მე ავარ ადამიანი რომელიც ანუ ადრე იყო ხოლმე რომ აღმოვაჩინე არა შეიძლება დავფრთხო იმიტომ რომ ის სიყვარული და ალბათ შემომჩნევდი რაღაცნაირად აღთოვანება დღესაც მაქვს აი და ჩემის საქმიანობის არ ვიცი ხო არა რაღაც ხრი შეიძლება ადამიანური თვალსაზრისით დღესაც მისაბაძი მაგალითი იყოს, მაგრამ თვითონ პროფესია ამდენად არის ხა შემთთვის ისე მიმზიდველი დღესდღეობითაც. ეხლა ცოტა რთულია, მე მზიდველი იყოს რთულ პერიოდში ვცხოვრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ან რაც უცნაურად ჟღერს ხოლმე, იმიტომ რომ არ მეტყობა ალბათ, რომ მე ჩემი მილიტარისტული ის როგორც მიმართულება რაღაცა ხო. ჩემი ბავშვობის და სტუდენტობის პერიოდში საომარი ფილმები მაქვს ნანახი სულ და ნუ რაღაცნაირად ეს ტიპი ვიყავი. ხო, ძალიან მინდოდა ვაღიარებ. რაღაცა მომენტში გეტყობა ხოლმე და მე შეიძლება თქვა მაგაზე. ხო, შეიძლება. კარგი. მოკლედ, შეიძლება სადაც დღეს ვარ და ვიქნებ. კი, ახლა როგორც ხარ და სადაც ხარ, რასაც მე თვითონაც ხედავ, შენი პასუხებიდან გამომდინარე და შენი მოყოლიდან გამომდინარე და ისედაც რომ გიცნობ, მე მგონი სწორ ადგილზე ხარ. ან სწორ დროს და სწორ ადგილზე მოხდი. შეგიძლია თქვა ორი საუკეთესო რამ, რაც მოგცა ღვინის კლუბმა. ნუ შეიძლება ორზე მეტი იყოს, მაგრამ აი მინიმუმ ორი თუ შეგიძლია რომ დაასახელო, რაც მიიღე ღვინის კლუბისგან. ხო, ორზე მეტი იქნება ალბათ. პირველი თავისუფლება. თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღვინის კლუბისთვის საერთოდ და მალხაზხარბედიასთვის იყო ბევრჯერ ვახსენებ მახოს, იმიტომ რომ მის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია რომ ღვინის კლუბზე ვისაუბრო. თავისუფლება გულისხმობთ საქმიანობაში თავისუფლება, მოქმედებაში თავისუფლება. ან ჩვენ თავისუფლება გვაქვს ყველა ანუ ამ საქმეში სიახლეებში და მაგიტომაც არის ალბათ ღვინის კლუბი ესეთი ანუ სულ როს თავაზობს ბაზარს რომ რაღაცა ახალია სულ ფიქრობ რა შეიძლება ახალი შევთავაზოთ ძველთან ერთად იმიტომ რომ ღვინის კლუბის ეყრდნობა იმ ფასეულობებს რა რითიც დაიწყო ისეთი ადამიანები შემოდიან ამ სფეროში ვინცაც შეხება საერთოდ არ ქონია და ნულიდან იწყებენ შესაბამისად ერთმანეთს ეს არ არის სფერო სადაც ერთმანეთს შევეჯიბებთ ცოტა გადავუხვიე კითხვას მაგრამ რახან მომივიდა ესაზრები მგონია რომ მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთს აქ გამოცდას არავინ არ აბარებს. აქ ერთადერთი გამოცდა არის რომ კარგი ღვინო გქონდეს და კარგი ღვინო რო გქონდეს ადამიანს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. შეუძლია აი ეს ადამიანები ეს შემძინა ღვინის კლუბმა რომ მე შემიძლია რაც მომცა ღვინის კლუბმა მე გავცე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ გამოდის ცოდნა. კი, ცოდნა არის ერთ-ერთი ხო თავისუფლებასთან ერთად რაც მომცა და ამ ცოდნის გაზიარების საშუალება მომცა ფართო აუდიტორიასთან. მე რასაც ვღებულობ შემიძლია რომ იმ განსაკუთრებით დამწყებ მეღვინეებს, იმიტომ რომ ღვინის კლუბი ერთ-ერთი მიმართულება არის მთავარი, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მთავარი, რომ ახალ მეღვინეებს შეუწყოს ხელი. არის რაღაც აი ახალი მცირე მარნები დიდასპარეზე, ეს ფესტივალიც მაგას ემსახურება, რომ კი, ცოტა ძველებიც არიან ხოლმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძველი მეღვინეები რაღაცა ეს ტერმინი, იმიტომ რომ საქართველოში მეღვინეობა არის ახალი. იდეაში, ანუ აქ ძველი არავინ არ არის, აქ ბაბუის დაყენებული ღვინით არავინ არ არის, ბაბუამ შეიძლება რაღაც ასწავლა ადამიანს, მაგრამ თვითონ უნდა განვითარდეს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი, რაც მომცა არის ის, რომ შემიძლია მე ადამიანებს, მეღვინეებს, უბრალოდ მოყვარულებს ვურჩიო, ვუთხრა, არ ვიცი, ანუ მის განვითარებაში რაღაც წვლილი შევიტანო. ეს ერთ-ერთი მთავარი არის, ხო? ღვინის კლუბმა ბევრი საინტერესო ადამიანიც გამაჩნია. ადამიანები, რომლებსაც მე რო გამოყვე ახლა ორი რაღაცა მანდენა ხო არ გეწყინება ჩემი აზრით. ხო, ანუ ორი ინტუიტივი მაინც ემოციურად ვარ ღვინის კლუბის მიმართ და ბევრს მივედმოვედა და
უმთავრესია რაც მე დასკვნა შემიძლია გავაკეთო არის ალბათ ის რომ მოქმედებაში თავისუფლება საქმიანობაში თავისუფლება რაც არის თავისუფლების გზნობის განცდა ზოგადად და ცოდნა რომელიც გაზიარებადია ანუ ცოდნა რომელიც გაზიარება შეგიძლია მიიღო და გასცე ეს ცოდნა ეს არის ნუ ჩემთვის ალბათ ყველაზე უმთავრესია რასაც მე გამოყოფდი შენი საუბრიდან ახლა არ არსებობს ადამიანი ღვინის სფეროში ინტერესი ჩენდეს ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება დარეკოს ჩემთან ანუ ღვინის კლუბში და ჩვენ მას თუ მე იმ წუთას პასუხი არ მაქვს არ ვუთხრა მაინც პასუხი სად იპოვნოს წესით ამას რა ვიცი კომენტარებში შეგვიწერან თუ პასუხი არ გავეცი მოდი ცოტა შევისვენოთ ღვინო მოვსვათ და შეგვიძლია სადღეგრძელოებიც ვთქვათ განცეხან აღნიშნე არ ვიცი რამდენად გამოაჩენ იმედი მაქვს ამოჭრი მაგას იმიტომ რომ მე კარგი თამადა ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ მათი არის ძალიან კარგი თამადა პირადად მოხვედრილოთ ისეთ სუფრაზე სადაც ნათიას უთამადია და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიძახი ამას ერთადერთი სვამხომი ყველა კაი ხალხს გამომარჯოს მე არ ვიცი ბევრი სადღეგრძელოები ასე რომ ყველა კაი ხალხს გამომარჯოს კარგი, ახლა ცოტა უფრო პირადულ შეკითხვებზე გადავალ, ანუ ღვინის კლუბიდან ცოტა უფრო სხვა მიმართულებით გადავინაცვლოთ, ანუ შენი მიმართულებით, შენი პირადი მიმართულებით. ну ახლა მთლად არა პირად ცხოვრებაში, ანამდე ისე ღვინოსთან დაკავშირებით შეგეკითხები. როდის შეხვდი ღვინოს? აი უშუალოდ შენი და ღვინის შეხვედრა როგორ მოხდა, თუ გახსოვს და რა გახსოვს აქედან? ღვინოს შევხვდი, მახსოვს მეღვინო ვინც არის და თუ შეიძლება ვახსენებ. არ არის პრობლემა, შეგიძლია ახსენო. იმიტომ რომ ძალიან კარგი მეღვინეა, ჩემი შეხვედრა ღვინის კლუბის თემაში ერთია, მაგრამ აი ღვინოს შევხვდი. არა, აი ღვინო რო უშუალოდ ღვინო რო გასინჯე თუ მივხვდი რომ ღვინო იყო, ეს მაინტერესებს რა. ეს იყო ერთ-ერთი ფესტივალზე მივედი. ახალი დაწყებული მქონდა, მაშინ არ მეტყობოდა თან და არ მეტყობოდა რა უნდა შემტყობოდა, არც პროფესიონალი ვიყავი, არც აი ხაც არა ვარ, მაგრამ აი ახლა უკვე მიცნობს ხალხი და ჩვენ სფეროში. მაგრამ მაშინ მქონდა ინტერესის სფერო, იყო ის პერიოდია, როცა ტრენინგებს ვესწრები რაღაცა ისე და თავი ძალიან კარგად მიმაჩნია რა. მოკლედ ეს იყო ერთ-ერთ ფესტივალზე მივედი მეღვინოსთან და ვუთხარი რომ თუ შეიძლება თქო, სტუდენტი ვარ, დამისხი თქვენი ღვინო და გამასინჯოთ თქო. ამან მიყურა ამ ადამიანმა და მითხრა რომ მე კი გაგასინჯებ ღვინოს, მაგრამ შეგიძლია ჩემ დახთან დადგებ ცოტა ხნით გასვლა მიწევსო. რომ ის დაგტოვა? დამტოვა თავის აღთან, არაფერი არც მიცნობს, არც არაფერი დამტოვა. თურმე მას დომეპია რომ სხვა ღვინოები გაესინჯა და უბრალოდ გენდეო რა. ანუ შემოხედე და ვიფიქრე, არ ვიცოდი საერთოდ, შემოხედე ვიფიქრე რომ სანდო ადამიანია, ცოტა რაღაცა ერთ გამომიც, მაგრამ მართლა ეს იყვება ხოლმე. და მოდი დავტოვებ ჩემ დახთან და წავიდე და 1.5 საათი დამტოვა. არა ღვინო არ ვიცი, მისი ღვინოც არ ვიცი, უბრალოდ გასინჯეს მე და ეს იყო კახა ჭოტიაშვილის რომელზეც ვარ მიკერძოებული, დღემდე მიყვარს და არა მოჭრეს, იმიტომ რომ კახას ჭოტიაშვილის ღვინოები საწნახელი, მე მგონი ახაც ეგრე ბაზარზე საწნახელით არის ერთ-ერთი საუკეთესო. მე მაქვს მაგალითად ანუ ეს იყო შენი შეხვედრა პირველი ღვინოსთან. ეს იყო ჩემი შეხვედრა პირველი ღვინოსთან. იმიტომ რომ ემოცია როგორი იყო? ხო გასინჯე ეს ღვინო ალბათ. ხო და რო გავსინჯე ის ღვინო, როგორც ის ადამიანის ჩემთვის ძვირფასი გახდა, იმიტომ რომ ჩათვალა რომ თან ამ სფეროში ვიწყებდი მუშაობას და მეთქი ადამიანმა მიმიღო უკვე. ნუ ეს იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი პირველი, როცა მე მიმიღო მეღვინე თან, რომელიც იყო იმ დროს იწყებოდა ეს სფერო და კახა იყო ძალიან ცნობილი და მისი ღვინოები და აი მეთქი ახსოვანებული ვიყავი ამით, თუმცა მან დაისვენა იმ დროს ჩემი კარგი მეგობარია ეხლა და როგორც სხვა დანარჩენი მაგმომენტში ახმოვაჩინე რომ ხო ჩემი საყვარელი ღვინოც გახდა ძალიან მიკერძოების გარეშეც პრინციპში ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეობა საქართველოში. ანუ შეგიძლია თან თქვა რომ მაგ მომენტში მიხვდი რომ ღვინო მოგწონს? არა, მანამდე მიხვდი მე რომ ღვინო მომწონდა. მანამდე, ანუ ესე იგი მანამდე შეხვდი ღვინოს. მანამდე შეხვდი მე ღვინის კლუბს რომ შეხვდი პირველ ლექციაზე, პრინციპში ხო პირველ ლექციაზე, მაშინ ვერ მიხვდი რომ ის იყო რაცაც ვეძებდი. იყო პერიოდი ალბათ რამდენიმე წელი, როცა სულ ვიძახდი ხოლმე რომ მე იქ ვარ რასაც ვეძებდი. ანუ ესე იგი ღვინო შეხვდი მანამდე.
მოდი ესე ჩამოყალიბდეთ. ნუ აიცი რა რას გეუბნები, ღვინო გასინჯე პირველად, თვითონ უშუალოდ ღვინო. ეგ მომენტი თუ გახსოვს ცხოვრებაში. ხო და ეგ იყო ის მომენტი, როცა კახაში. მანამდე მომეწონა ღვინო. ასე იგი მანამდე გასინჯული არ ხო და? ღვინის სფეროში ვხდი. იცი რა მე ღვინის ესე მომხმარებელი ეს ჩემი საქმიანობა. მე აი მომხმარებელი მსმელს ვიცახი. ვერ ვარ. იმიტომ რომ ნუ ეხა ფიზიკურად არ შემიძლია. მაგრამ აი როცა მეკითხებიან შენი საყვარელი ღვინო შემიძლია ყველა კითხავ მაგას სოფანში. კაი, მოკლედ რაღაცა მომენტში მიხვდი, რომ უფრო ადრე მიხვდი, ვიდრე ღვინოს შეხვდებოდი ასე თქო გასინჯობდი. ხა ისეთ კითხავს მისამ ღვინო ვენახი თუ ღვინო ანუ მოიცადე როგორ ღვინო უფრო ადრე მოგეწონა, ვიდრე შეხვდებოდი, უშუალოდ გასინჯობდი, ეგრე გამოდის შენი პასუხი. ღვინო ადრე მომეწონა, იმიტომ რომ ჩემი ორივე პაპა, კახელი ვარ. იყო ღვინის დიდი მოყვარული. შესაბამისად მე ღვინოს ბავშვობიდან ვეხები. რთველს ბავშვობიდან. აი, მაინტერესებდა მე, ანუ შენი შეხვედრა ღვინოსთან როგორი იყო და რა ემოციები. ხელიდან პაპა ჩემი კვლის თავში დადგებოდა ხო, მე მყავდა აი იდეალური პაპა, ნუ დედის მამა, იმიტომ რომ მამის მამა სამწუხაროდ ვერ მოვესწარ. გულიმწყდება ამას ძალიან. პაპა ჩემი იყო, კვლის თავში დადგებოდა თუ აბა კაი ტიპი არ ანუ უნდა დაგეკრიფა ისე როგორც მას უნდა და არ უნდა გეთამაშა. ანუ რამდენი წლის იყავი? ბავშვობიდან ავიც ალბათ ბაღიდან, ავიც სკოლის მოსწავლე ვიყავი, იმიტომ რომ პაპა იყო ეგეთი კეთილი, რომ ყველაში ბევრი შვილიშვილები, ბევრი დედმამიშვილები ვართ, ბევრი შვილიშვილები და რაღაცნაირად ყველა იქ ვიყავით, ანუ პაპა ბავშვობიდან გაქვს ყველას ჰქონდა საქმე, აღმოჩნდა რომ ნაციას ბავშვობიდან აქვს ღვინოსთან შეხება. ბავშვობიდან მაქვს ღვინოსთან შეხება. პაპა ჩემის დამსახურებით. როგორი ემოცია გქონდა, ეგ მაინტერესებდა. ესე იგი მაშინვე მოგეწონა, თავიდანვე მომეწონა რა. რთული პროცესია. რთული არ მოგეწონა. რთული არასდროს და ეხაც მეღვინეები რომ მეუბნები რთული ხარ წამოხვალ, მათვე ვაჩერებ. არა, რატო გააჩნია თვეში რა სტატუსით მიდიხარ? არა, მწვადი არ მინდა როცა ვიღლები. რთულში წავიდნენ ქალაქელები, მე ქალაქელი არ ვარ. აი, ანუ მაშინ იმაზე გკითხავ, მსმელი ვარ თუ არა ვარო. თუ გაქვს ხოლმე წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა, რამდენის დალევა შეგიძლია, ან რამდენს დალევ, ან თუ იცი, ან როდის ხვდები ხოლმე რა მომენტში ხვდები, რომ აი ამის მეც აღარ დავლევ. ყოველთვის ხვდები მაგას, რამდენი არ უნდა დავლიო. ან წინასწარ ადგენ ხოლმე მაგას, რომ აი ამდენ ჭიქას დავლე სიტყვაზე თუ ამდენ ლიტრს ეხლა ლიტრობაზე არა მაქვს საუბარი, მაგრამ მოცულობით რო ავიღოთ. ნუ მაგდენს ხო. ყოველთვის ხვდები მაგას, ჯერ იმიტომ რომ ჯანმრთელობის თემა პირველ რიგში აღვნიშნავ ამას, ხო? ნუ არ უნდა იყოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჯანმრთელობა. მეორე ის, რომ დეგუსტაცია თუ ოფიციალური დეგუსტაცია არ არის, ანუ არ დავლიოთ ესე და უბრალოდ გავსინჯოთ. ეგ სხვა თემაა, მაგრამ როდესაც არის სახამოები, მაგალითად, სხვადასხვა მეღვინეობის, ღვინის გაცნობის თუ ასე შემდეგ. ვცდილობ, რომ ჯერ ერთი მაგალითად თეთრს თუ სვამთეთრი დავლიო, წითელზე თუ გადავალ ძალიან ცოტა და მინიმალური და ყველაზე მთავარი, მე ისედაც და ზოგადად ღვინის სფეროში ვინც არის, ყველა არის, რომ დავუკვირდეთ ერთმანეთს, გახსნილი ადამიანი თუ არ არის გახსნილი, მას უნდა რომ იყოს გახსნილი და ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა პერიოდის მერე იხსნება. იმიტომ რომ ეს ესეთი იყო, ღვინის სფეროში ვერ იქნება ადამიანი, რომელიც არის ჩაკეტილი. ან მაშინ იქნება, მაგრამ რაღაცა არა ცოტა რთული დასაჯერებია. შე რამდენს სვამ ღვინოს? ბევრს თუ ცოტას. ესე რო ვთქვათ, ანუ ისე არა კონკრეტულად. ჭიქების რაოდენობით არ დამიკონკრეტე, ახლა არ მეუბნები. ცოტა რამდენი? ორი ჭიქა თუ სამი ჭიქა? 5-იც, მაგრამ ცოტას. 5 უკვე არ არის ცოტა. აი, ჩაიფის დროს თუ კითხულობ, შეიძლება რაღაც მომენტში მეგობრებთან და ბევრიც დავლიო. ხო, აი მაგას ვიძახი. ხო არის მომენტები, როდესაც წინასწარ, ნუ ახლა საღამოზე და რაღაც მეღვინეობის დეგუსტაციებზე, აი მესმის. კი, მაგიტო გეკითხები, რომ ესე იგი გაქვს რაღაცა რაოდენობები, ხო, წინასწარ განსაზღვრული და აი რაღაცა ღონისძიებიდან გამომდინარე, მიდიხარ იქ, რომ აი ერთი ჭიქა და მორჩა მეტი არა რა. აუცილებლად.
ანუ რაღაც ნორმა ყოველთვის გაქვს ესე, საზღვრავს. იცი სად რამდენი და როგორ უნდა მიირთვა. ეგ არის მე ცდილობ. პროფესიონალიზმი, მაგაც ხო? კი არ ვიცოდი. ხო, ვცდილობ რომ განსაზღვრო. კარგი, თუ ყავს გამორჩეული მეღვინე, ან მეღვინეები ქართულ მეღვინეობაში, ან შეიძლება თუნდაც უცხოურში არ აქვს. მნიშვნელობა და რა ნიშნით და რატომ გამოარჩევდი? თუ გინდა მეღვინეებს უნდა დაასახელებ, თუ არა და შეგიძლია დაასახელო, არ არის პრობლემა. ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ 1 და 2 არ არის, ბევრია. ნუ, ბევრი ახლა ესე ზოგადად მოვიღე. ძალიან ბევრი არა, შეიძლება 10 იყოს, მაგრამ არა, საუკეთესო ათეულიც არ მინდა. აი 2, 3 ან 1. სახელებით, იმიტომ რომ ჩემი დასაწყისი. კაი, მაშინ ხო, გასაგებია, აქედან გამომდინარე, აი რა ნიშნით გამოარჩევ, მაშინ და რატომ გამოარჩევ? ამ მეღვინეს შენ თვითონ ვერ დაფიქრდე, ისი არიან ჩემთვის გამორჩეულები. პირველ რიგში ნებისმიერ შემთხვევაში პიროვნებას გამოვარჩევ. ანუ ადამიანი თავისი პიროვნებით. ადამიანი, კი. ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც 10 წლის წინაც მაგას ფიქრობდა და ეხლაც, რომ ღვინო გავს მეღვინეს, ვინც ამზადებს. მე არ გულისხმობ ოღონდ ქარხანას. ქარხანაში თვითონ აფუძნებელი შეიძლება ღვინოს არ ამზადებდეს. თუმცა მასაც გავს იმ კუთხით, რომ როგორი მეღვინე ყავს არჩეული. მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც ფიქრობს განსაკუთრებით ეს მცირე მარკებს ეხება. რა, როგორი ადამიანიც არის, ისეთი ღვინო აქვს. ხო, შენ არა ხარ ჩემი პირველი რესპონდენტი, ვინც მაგას იძახის სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის დამოკიდებული შეიძლება წელზე ვენახი რა და ესე თქვა თუ არ და ეს ყო, ნუ ეს ხა ბევრი კრიტერიუმია რა თქმა უნდა, კი. ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი არის, როცა რასაც ვიძახი, რომ აუცილებლად გავს. თუ ბობოქარია ტიპი, ის მის ღვინოც ბობოქარია ყოველთვის. თუ წყნარი ტიპია, იმის ღვინოც წყნარი და მონოტონურია და ანუ აი კიდევ შეიძლება ბევრნაირი ადამიანი იყოს, მაგრამ პირველი რასაც გამოვარჩევ არის ადამიანი. თუ ადამიანი პატივს ცემ, მისი ღვინოც მიყვარს. იმიტომ რომ ღვინოში მე შემიძლია რომ აქ შეიძლება დაჟანგული სიტყვაზე დავინახო, მაგრამ დავინახო კარგიც, იმიტომ რომ დაჟანგვა არ არის სიმხელა პრობლემა სიტყვაზე. პირობითად ჩემთვის როგორც დანარჩენი სხვა ცოდნა რო ვითარდება. პირველ რიგში ანუ პროფესიონალიზმიც ესე იგი. შეიძლება ანუ მე ღვინე ვერ იქნები თუ განათლებას მუდმივად თუ წინ არ მიდიხარ ტექნოლოგიაშიც. ანუ ეხა შეიძლება ვიღაცებს ეწყინოთ, მაგრამ აუცილებელია. ნუ იქნები ეხა მეღვინე, ღვინოს დააყენებ, თავისთავად ძალიან აუცილებლად უნდა განვითარდე რა. ყველა კუთხით რაც ღვინოს სჭირდება, იმის უნდა მე არ მაინტერესებს ქვევრის ღვინო ან მე არ მაინტერესებს უჟანგავი ან მე არ მაინტერესებს და რაც თავარია კიდევ. ერთმანეთთან კავშირს უნდა ცდილობდნენ. მე პროექტებმა მაგალითად მაჩვენა ჩემმა საქმემ, რომ შეიძლება ერთ სოფელში ყოფილიყო 2 მეღვინე და ერთმანეთი არსებობს. არც იცოდნენ რომ შორიდან იცოდნენ რომ იყვნენ რა თქმა უნდა, ეხლა ვერ დამაჯერებს მაგას რომ არ იცის, მაგრამ ხო, რომ ღვინოს აკეთებს არ მიდიან ერთმანეთთან. აუცილებლად უნდა ცდილობდე შენი გამოსება გაუზიარო მას. ხა მე არ ვიცახი რომ ყველაფერი შეიძლება ასწავლო ადამიანს ვერ ხმასე ვერ მოიქცევი ჯერ მაგის დროს არ აქვს ადამიანს, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. აი ევროპა რითია ხო გამორჩეული. ხაცები არ შემოგვივარდე კომენტარებში თუ ამას დადებთ, მაგრამ ევროპაში ფრანგ, აი მე მიყვებოდა ხოლმე მაგალითად იაგო რომელზეც ყველა მიცის ხო იაგოს ღვინო. აი ევროპაში რო ჩადიხარ ერთ მეღვინესთან რომ მიდიხარ, იმან შეიძლება გითხრას რომ აი ჩემთან ხო გასინჯე და ძალიან მოგეწონა. აი მეზობელი მყავს და მიდი აბა იმას გაუსინჯე ისიც მოგეწონა. რა შევადაროთ აბა ერთმანეთს და რა სიტყვით. ანუ ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. ძალიან კარგი. მე მაქვს შემთთვის მომზადებული ახლა ბლიცი ქართული ვაზის ჯიშებზე და მოდი ცოტა შევისვენო და ეს ბლიცი მე ჩავწეროთ. ბლიცი ქართული ვაზის ჯიშებზე. პირველ რიგში თეთრი თუ წითელი? თეთრი. კარგი, მშვენიერი. მწვანე კახური თუ ქისი? მწვანე კახური. მწვანე კახური თუ ჩინური? ღმერთო. მწვანე კახური. მწვანე კახური თუ გორული მწვანე? მწვანე კახური. მწვანე კახური თუ ცოლიკოური? თუ მხალეულობას ვჭამ, მაგრამ მწვანე კახური. მწვანე კახური თუ ციცკა? მწვანე კახური. მწვანე კახური თუ ქაწითელი? ქაწითელი. ქაწითელი თუ ხიხვი? ქაწითელი. ქაწითელი თუ კრახუნა? ქაწითელი, ან ვერ ალბათ. ქაწითელი თუ ცვივანი კახური?
მაინც ყველა მიყვარს რო იცოდეს აქ ხალხმა, მაგრამ ისევ ქაწითელზე დავრჩებ. კარგი, ქაწითელი თუ ჩიტის თვალა? ქაწითელი. ქაწითელი თუ რაჭული მწვანე? ქაწითელი. გაიმარჯვა ქაწითელმა. მწვანე არ შემიძლია. ნათიას ფავორიტი რჩეული ჯიში არის ქაწითელი. სამეფო ხა, ნუ აი ესე ძალიან გიყოს ქაწითელი? მიყვარს, იმიტომ რომ ქაწითელს აქ ბევრნაირი გზა რომ გარვითარდეს. ანუ უნივერსალური ჯიშია თავისუფლი მეღვინეების როგორც დიდი საფერავი გამოცდილება. წითლებში ქაწითელი. კაი, წითლებზე არ კითხავ, ახლა ნახლა თეთრია ირჩი. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ სხვა ცოტა უფრო სერიოზული შეკითხვებით, მე მგონი ესეც არისო, არასერიოზული, მაგრამ ისევ ღვინოზე თავისთავად, რომელი ან როგორი ტიპის ღვინოები მოგწონს ყველაზე მეტად? კონკრეტულად თუ გაქვს რაიმე ღვინო, ეგეც შეგიძლია დაასახელო, არ არის პრობლემა. კი, მაქვს, მე მიყვარს ძალიან მწვანე ჯიში. მწვანე კახურია, დავაზუსტო საქართველოში მწვანე საკმაოდ ბევრი გვაქვს მწვანეს დასახელები. მანავის მწვანე არის ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან არომატული. მანავის მწვანეში არის მწვანე კახური. მწვანე ადგილწარმოშობა არის მანავი. ხო ვიცი. ოდიშიო ჩაგისწორი. არა, ხო, ნუ სწორად ჩამიწორე, მაგრამ აი მწვანე კახური. ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო არომატებში. მაგრამ ქაწითელმა აჯობა ახლა, როგორც აღმოჩნდა. ნუ იმიტომ რომ ბეტი განვითარების თვალსაზრისით გავყევენ. კონკრეტული ღვინო თუ გაქვს, აი რომელიმე მეღვინეობის, რომელიც შენი ფავორიტია. არა, ვერ დავასახელებ. თული იქნება მეც ეგრე იქნება. კი ბატონო. ეს შენი რჩეული მწვანე კახური რო წარმოიდგინე რომ ადამიანია. როგორი ტიპი, როგორი ტიპაჟი იქნებოდა, თუნდაც გარეგნულადაც და ხასიათისმრივაც. აი რო შეგეხედა და აღმოგეჩინა ერთ დღესაც რომ აი მწვანე კახური არის ადამიანი. როგორც გოგო ბიჭზე წავალ. მნიშვნელობა არა აქვს. ხო, იქნებოდა მამაკაცი, იქნებოდა მხიარული, ოღონდ საზრიანი და განვითარებაზე ორიენტირებული. გარეგნულად დაახლოებით როგორი წარმოგიდგენია, შეხედავ და აი ეს არის მწვანე კახური. შავგრავი კახები, სიმპათიური ბიჭი. კარგი, შვენიერი. საინტერესო შეხედულება არის თავისთავად. ცოტა იტალიელს რო წააგავს. კახელი. რაღაცა იტალიური ფესვებით თუ იტალიერი კახური ფესვებით? კახელი იტალიელის ვიზუალით. აჰა, საინტერესო. შეიძლება აგერიოს ხო ერთმანეთში კახური თუ იტალიური ვიზუალი, ეს ადვილი არ არის ხო განსხვავებული? არ არის მარტივი. ხო, ნუ მე იტალიელი მიხვდება ხალხი რომ ძალიან მომწონს კახელ იტალიელ. ვა, ეგეთი რაღაცა შეხვედრია. იტალია მიყვარს და ამიტომ. იტალიის სიყვარულიდან რომ არა საქართველო, რაღაცნაირად უკავშირებს ეგ იტალიას და კახეთს. კი. კონკრეტულად ძალიან საქართველოს არა, უფრო იტალიას და კახეთს ეგრე გამოდის. კი, კარგია რომ შაჰაბას არ უკავშირებ. არ მომკლად. კარგი. შენ ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ, აი, ალბათ თითქმის ყველას, ვისაც ღვინოსთან აქვს შეხება საქართველოში. არა მხოლოდ მეღვინეებს, აი, კონკრეტულად ღვინოსთანაც რომ აქვს შეხება, ეგეთ ადამიანებსაც ძალიან ბევრს იცნობ და მინდა გკითხო მათ შესახებ, როგორია მათი საერთო განწყობა. თუნდაც ახლანდელი განწყობა, აი ახლა რა განწყობაც აქვს ღვინის სფეროს ღვინის მიმართ და თუნდაც სამომავლო განწყობა, რა მოლოდინები აქვს. თუ ხედავ ამ საერთო სურათს მათგან. ღვინის სფეროში მოლოდინი ყველას კარგი აქვს. განსაკუთრებით, ხო, ნუ ახალი ქვეყანა ვართ ჩვენ ღვინის სფეროში და განწყობა, მოლოდინი არის ძალიან კარგი, პერსპექტიული. თუმცა ერთ დავამატებდი, რომ მეტი შრომა მართებს, მეტი გაგება, მეტი ცოდნა და ის რომ ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით სამყაროები ღვინით. ღვინო არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი, რითიც დაუკავშირდებით სამყაროს. დაგეთანხმები. ამიტომაც უნდა ვიყოთ მეტად მიმღებლები. ის რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა სამყაროს აპუნქტკიცოთ. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ცოდნით, მიმღებლობით და პატივისცემით. ჩემი აზრითაც წესით ეს საქართველოში ქართულ მეღვინეობაში რაღაც
გენეტიკურად უნდა იგრძნობოდეს, რომ ღვინო არის ჩვენი ნაწილი, ანუ არა მხოლოდ კულტურის და არა მხოლოდ ისტორიის, აი მთლიანად საქართველოს ნაწილი არის, ანუ სულ აღნიშნავ ხოლმე ამას და ალბათ გავაგრძელებ ყოველთვის ამის აღნიშვნას, რომ ეს საქართველოს უნდა ეტყობოდეს ყოველთვის, რომ ჩვენი ნაწილია, არა უბრალოდ კულტურა, არა უბრალოდ ისტორია და არა რაღაცა ცალკე, ესეც სამომავლო განწყობაში, მეღვინეობაში წესით უნდა აისახებოდეს. არის ღვინოში ჭეშმარიტება? ღვინოში არის ჭეშმარიტება, ღვინოში არის ღმერთიც. ანუ ღმერთი არის ჭეშმარიტება. კარგი, რა შეიძლება ურჩიოთ ღვინის მოყვარულებს და პროფესიონალებსაც? შენ რა შეგიძლია რომ ურჩიო? შენგან დღეს ბევრი რჩევები მოვისმინე, მაგრამ აი ესე კონკრეტულად თუ ურჩევდი ყველას ერთად რაიმეს. ვურჩევდი მეტ განათლებას, ისევ და ისევ დაუბრუნდები. თავდაჯერებულობასთან ერთად აუცილებელი არის განათლება, აუცილებელი არის მიღებლობა. ის რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ეს უნდა გავაგებინოთ ყველას. ამაში უნდა იყოს ჩართული მთელი ქვეყანა. როგორც ინდივიდები, ასევე სახელმწიფო, რაშიც მე მგონია რომ ასე თუ ისე ჩართულია, მაგრამ მეტია საჭირო. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი უნდა გახდეს, რომ სამყაროს ჩვენი პატარა ქვეყანა, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან მიმზიდველი, გავაცოთ სამყაროს პირველ რიგში ღვინით. ღვინოსთან ერთად ბევრი ინტერესი აქვს ჩვენ ქვეყანას, ბევრი წამოწყება, ბევრი ინოვაცია. ჩვენი ქვეყანა არ არის მარტო ღვინის სამყარო, ჩვენი ქვეყანა არის ისე სოფლის მეურნეობაზე რომ ვიყო ორიენტირებული, სხვა რადგან ეს ჩემი სფეროა, არის ღვინის ქვეყანა, არის თაფლის ქვეყანა, არის ყველის ქვეყანა, არის პურის ქვეყანა. ორი ხორბალი. ხორბალი, რა თქმა უნდა, არის ურთიერთობების ქვეყანა. ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ ევროპელები. ჩვენ ვართ ევროპა, კი ბატონო. ჩემი დასკვნა ესეთია, შენი ნათქვამიდან გამომდინარე, მეტი მონდომება და მეტი განათლება. ეს ღვინის სფერო იქნება თუ სხვა მიმართულება, მნიშვნელობა არ აქვს ამას, ან პირველ რიგში ჩვენ ღვინოზე საუბრობთ, რა თქმა უნდა. მადლობა ნათია. პროექტში აქ არის ღვინო მონაწილეობისათვის. მადლობა შენ და წარმატებები. დიდი მადლობა. ზუსტად ვიცი რომ წარმატებებისთვის. ბევრ საინტერესო პოდკასტებს გადაიღებ თუ ვიდეოებს თუ რა ვიცი რაც ქვია. ეს არის ინტერვიუ ნათია გაჩეჩილაძესთან. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ, ჩართოთ ზარისღილაკი, დატოვოთ თქვენი კომენტარი. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, აქ არის ღვინო. ყველა კაი ხალხს გაუმარჯოს. გარეთ ცივა.